მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ნომერ 1 სამუსიკო სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს რადონიცა გიორგობიანს 80 წლის იუბილე მიულოცეს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით იუბილარს სოლო კონცერტი მიუძღვნა ცნობილმა ქართველმა პიანისტმა ვალერიან შიუკაშვილმა. ღონისძიება პირველი სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში გაიმართა. დღეს გახლავთ სოფლიოში აღიარებული პიანისტის, ქართველი პიანისტის ბატონ ვალერიან შიუკაშვილის კონცერტი, რომელიც ეძღვნება ჩვენი ღვაწლმოსილი პედაგოგის დირექტორის მოადგილე გახლავთ ეს ქალბატონი, ელეცავსე, უდიდესი პროფესიონალი, არაჩვეულებრივი პიროვნება ქალბატონი რადონიცა ნუგეშა გიორგობიანი. სწორედ დღეს ვიზეიმობთ მის იუბილეს. ქალბატონი ნუგეშა წლების განმავლობაში და უკვე 60 წელზე მეტია, 60 წელია უკვე რაც პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა და გახლავთ კიდევ მეორე დირექტორის მოადგილე ამ წლების განმავლობაში. მას ყავს არაერთი თაობა აღზრდილი, რომლებიც გამოდიოდნენ და ეხლაც გამოდიან წარმატებით რესპუბლიკურ საერთაშორისო კონკურსებზე. 80 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით თაობების აღზრდაში და მუსიკის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის რადონიცა გიორგობიანი ქუთაისის მერის საპატიო სიგელით დაჯილდოვდა. ქალბატონი რადონიცა ათეული წლების განმავლობაში ემსახურება მომავალთაობების აღზრდას მუსიკის მიმართულებით, რა თქმა უნდა, მუსიკალურ სფეროში ხელმძღვანელი თანამდებობაზე არის ძალიან დიდი ხანია და დღეს მის საპატივცემულოდ ქალბატონი რადონიცა იმდენად ცნობილი არის საქართველოს ფარგლებში, რომ მის საპატივცემულოდ დღეს ვალერიან შიუკაშვილი ატარებს საიუბილეო კონცერტს და ჩვენთვის ძალიან სასიხარულო არის, ძალიან მისასალმებელი არის და დღეს ასევე მას გადაეცემა ქუთაისის მერის საპატიო სიგელი. რადონიცა გიორგობიანი 1984 წლიდან დღემდე მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ნომერ 1 სამუსიკო სკოლაში მოღვაწეობს. აღზრდილი ჰყავს არაერთი თაობა, რომლებიც წარმატებით გამოდიან რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკურსებზე. მიღებული აქვს საპატიო დიპლომი. წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისათვის არის ღვაწლმოსილი ქუთაისელის საპატიო წოდების, ღირსების ორდენის, პრეზიდენტის საპატიო სიგელის მფლობელი. 2015 წელს მიიღო პედაგოგის საპატიო წოდება და არის ხელოვნების აკადემიის საპატიო წევრი. ჩემი დიდი სიხარულის გაზიარებისათვის მადლობა ძალიან ცოტა იქნება. მადლიერების გრძნობა ეს ყველაზე დიდი განძია ცხოვრებაში. ერთი ულამაზესი დღე მაჩუქეს ჩემ ცხოვრებაში, რომლის დავიწყება შეუძლებელია. მუსიკის სწავლა მომავალ თაობას სრულიად სხვაგვარ პიროვნებას აყალიბებს. მასში სულ სხვა სული ჩნდება, სულ სხვა ხედვა ცხოვრებისა, სულ სხვა სილამაზეა სამყაროს ახმისა. ამიტომ ყველა მშობელმა და ყველა ბავშვმა უნდა შთააგონოს თავიანთ თავს, რომ მუსიკის სწავლის შემდეგ ისინი განსხვავებული, განსაკუთრებული და განსაკუთრებულად ლამაზები იქნებიან. მსახურებული პედაგოგის წოდებად აჯილდოვებს რადონიცა გიორგობიანს მრავალწლიანი ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობასა და ქალაქის ახალგაზრდა თაობის აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. მოგიდე